მე მოგიყვებით ამბავს თუ როგორ გადაარჩინა ბიტკოინის მაინინგმა ადგილობრივი მეწარმე. გასულ წელს ადგილობრივმა მეწარმემ განათავსა მზის პანელი საკუთარ საწარმოში იმ იმედით, რომ ის გაიაფებდა ხარჯს, გაზრდიდა მოგებას და დაასაქმებდა მეტ ადამიანს. თუმცა ეს ესე არ მოხდა, რადგან კანონმდებლობის ცვლილების შემდეგ მას უარსებობნებიან ჭარბი რაოდენობის დენის გაყიდვაზე, რეალიზაციაზე, მას უარი უთხრეს რევერსული მრიცხველის დაყენებაზე და ზუსტად ეს ბიუროკრატია, რომელსაც ადგილობრივი მეწარმე გადააწყდა, შესაბამისად შეექმნა პრობლემა ხარჯებთან დაკავშირებით. იგი გამოიმუშავებს ჭარბ ელექტროენერგიას, ვეღარ ახდენს მის რეალიზაციას. ამიტომ მან გამოსავალი ნახა ბიტკოინის მაინინგში. ჩვენ მას ჩამოუტანეთ ბიტკოინის მაინერი. დღეს ის ადამიანი ამაინინგებს ბიტკოინს, ბიტკოინის ქსელს უხდის ელექტროენერგიას, ანუ ბიტკოინის მაინინგს ჭირდება ელექტროენერგია. შესაბამისად ის გამოიმუშავებს კოინს, ბიტკოინის ფასი დოლართან მიმართებაში მზარდია, ის ახდენს ამ კოინების აკუმულაციას და შემდეგ ყიდის. შესაბამისად, ჩადებული ინვესტიცია მზის პანელებში, რომ უნდა ყოფილიყო 10 წელში უნდა ენახა ამ ადამიანს მოგება, დღეს მან დამატებითი რეინვესტიცია გააკეთა, არ დახურა საწარმო, არ გაუშვა სახლში დასაქმებული ამ საწარმოში დასაქმებული ადამიანი და ბიტკოინის მაინინგით იგი უფრო სწრაფად ამოიღებს ჩადებული ინვესტიციას როგორც მზის პანელში, ასევე მაინინგში. შესაბამისად, ეს სასარგებლო საქმიანობაა ბიზნესისთვის. ბიზნესს ის უიაფებს ელექტროენერგიის ფასს დაახლოებით 20-30%-ით, ანუ უმცირებს ხარჯებს, დის შემოსავლებს. და მთავარი პრინციპიც ეს არის, რომ ადგილობრივმა ბიზნესმა შემოსავლები კი არ უნდა შეამციროს, არამედ უნდა გაზარდოს შემოსავლები და სწორედ ბიტკოინის მაინინგი ეხმარება ესეთ მცირე და მსხვილ მეწარმეებს, რომ გაზარდონ თავიანთი შემოსავლები. პლუს ამას ბიტკოინის მაინინგი საკმაოდ ეფექტური ფორმა და კარგი მიგნებაა ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს გასულ წელს და წინა წლებში კორონას შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, რომ გაძვირდა გერმანიაში, ევროპაში ელექტროენერგიის ფასი და შესაბამისად ბიზნესებმა, სასტუმროებმა დაიწყეს თავიანთი სასტუმროების ბიტკოინით გათბობა. ბიტკოინის მაინინგით ხდება სათბურების გათბობა ამსტერდამში, ბიტკოინის მაინინგით ათბობენ აუზებს და ასე შემდეგ. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ბიტკოინი იყენებს ენერგიის ნარჩენს, ანუ ბიტკოინის მაინინგი არის პროცესი, რომელსაც ჭირდება ელექტროენერგია. ამას აკეთებს კომპიუტერი, ჩიპები ხურდება და გამოყოფს სითბოს. შესაბამისად, ჩვენ ამ სითბოს ვიყენებთ და ამას ქვია ენერგიის ნარჩენი. და ეს არის უნიკალური მწვანე ტექნოლოგია, რომლის ნარჩენსაც ჩვენ ადამიანები ვიყენებთ. გაინტერესებთ მეტი ბიტკოინის მაინინგის შესახებ, შეგიძლიათ გამომეხმაუროთ, მე გაგიწევთ კონსულტაციას. ერთად გავზარდოთ საქართველოში არსებული ბიზნესები, შევამციროთ ხარჯები და გავზარდოთ შემოსავლები. მადლობა.